მსხვერპლი ალბათ ასე უნდა აღვიქვათ და რაღაც თავდაცვითი მექანიზმი რომ იმ დიდი ბოროტებისგან თავი დაცულად იგრძნოს ალბათ. ეს ხო არ არის ახალი ასეთი შეხედულებები. მაგალითად, როდესაც 1801 წელს დაიპყრეს ქართლ-კახეთი ორში გამოცხადდა ჩვენთან საბოლოოდ, არ ჯეროდათ რომ ალექსანდრე პირველმა ეს გააკეთა. ქართულ თავადაზნაურებს შეადგინეს პეტიცია, წერდნენ წერილებს, რომ აღადგინოს ქართლ-კახეთში სამეფო, რომ ეს ალექსანდრე მარიცის და მის გარეშე მოხდა. ვერ წარმოიდგინეს რომ შეიძლება იქ იმ დიდ რუსეთში იმ იმპერატორმა გააუქმა და ასე ცუდად მოიქცა. მაგრამ ეხლა ხომ ძალიან ხელმისაწვდომია ყველა. შეცდომები ხომ მეორდება. სტალინზეც არ ჯერათ რომ. არ სტალინზე ჯერათ კი ბატონო, იქ გარსევან ჭავჭავაძეს აბრალებდნენ რომ მან თურმე ეს ტრაქტატი თვითონ გადააკეთა. ესე იგი აბრალებენ იმას, რაც უფრო ხელშესახებია, ახლოს არის ადამიანი იქნება თუ რაღაცა. და ის რაც უფრო ძლიერია და შორს არის, თითქოს ვერ ბედავენ და ამიტომ აბრუნებენ უფრო ნაცნობ გარემოზე. რა როლი აქვს ამ დროს ხელისუფლებას? აი ეგრეთ წოდებული პრემიერის ციტატა მინდა წაგიკითხოთ, რომელიც იუნკერების მემორიალთან განცხადების დროს მოვისმინეთ. კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა ეს სცენარი არ განმეორდა, რაც საქართველოს ხელისუფლების დამსახურება. აი რაღაცა ორუელის ორაზრთან გვაქვს საქმე, სადაც ომი მშვიდობა და მონობა თავისუფლება. ხო, აი ამ დროს როგორ ვიქცევით, თან გვაქვს მაგალითები იმის, რომ ჩვენმა თაობამაც კი ეს უახლესი ისტორია ისე ისწავლა, ისე მოგვაწოდეს, რომ თითქოს არ ყოფილა ეს აჯანყება, თითქოს არ ყოფილა, თითქოს ყველა გაიქცა, თითქოს ყველა დანებდა, თითქოს არ ყოფილა წინააღმდეგობა. აი ამ დროს როგორ ვიქცევით, როდესაც მოგვიტრიალდა ერთი საუკუნის შემდეგ აბაომი გინდა, როდესაც მათ ვინცაც ქვეყნის დემოკრატია და დამოუკიდებლობა უნდა ამბობენ, რომ მართულები არიან დასავლეთისგან. ხო ეს ყველაფერი იყო. აი ახლა რა შეიძლება ამას დაუპირისპიროს მოქალაქე? დაპირისპირება ხო გვიფიქრე ამაზე, ესე იგი არ გვინდა გავიაზროთ რომ ჩვენ დავიბადეთ, ვინც დაიბადა ყოველ შემთხვევაში დაპყრობილ ქვეყანაში. საბჭოთა კავშირი აღიქმება რომ იყოს სამშობლო და ნაკლებად ფიქრობენ რომ ეს არის დაპყრობილი, რომ რამდენიღაც წელი, ხო 5 თუ 20 წელი ცხოვრობდი დაპყრობილ ქვეყანაში. და ყველაფერს უწყობენ ამით ხელს, იმ რაღაცა ნოსტალგია, იქ დაუშვათ აი დინამო თბილისი, მუსიკალური თუნდაც იქაური ფილმები და ამას რაღაც არის ესეთი სურნელი გასწევს, როგორც აი თბილი მოგონება, კარგი, არ ვიცახი რომ კარგი ძალიან ბევრი კეთდებოდა, მაგრამ როგორც მშობლიური ისე აღიქმება. და არ უნდა გაიაზრო რომ ეს იყო დაპყრობილი ქვეყანა, თუ შევადარებთ მაგალითად რომ დაუყენოთ ესეთი ნებისმიერი ჩვენი წინა პერიოდი, ეპოქა, სხვადასხვა ეპოქები, თქვათ შაჰ-აბასის პერიოდი, არაბთა სახალიფო, მონღოლთა იმპერია, იქ მცხოვრები ადამიანისთვის არ ამგონია მას ეს ქონდა როგორც სამშობლო. თუმცა დაპყრობილია და დასმული ყავს შენ ხელისუფლება იმ დაპყრობილი ქვეყნიდან და მაინც სამშობლოდ აღიქვამენ. ესე დიდი პრობლემაა და ძალიან მტკივნეულად განიცდიან, როდესაც ჩვენ ეუბნები რომ ის არ იყო შენი სამშობლო. შენი სამშობლო იყო დაპყრობილი რუსებისგან. ხო, მაგრამ არ იჯერებენ ამ გზავნილებს მიზანმიმართულად აღწევს, რასაც თავის დროზე ამერიკის ელჩმა FSB-ს სახელმძღვანელოდან ნაკარნახევი ფრაზეოლოგია უწოდა. აი საით მიყავს რატომ აწყობს ივანიშვილის რეჟიმი? ხო, რატომ აწყობს ხალ გასაგები, ნელა გახდა გასაგები, ამბობდნენ რომ არა რუსეთთან. ახლა თვითონ იცინიან რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ და ჩელიაბინსკში გაღვიძება პირდაპირ ხო არ ნიშნავს რომ იქ გაიღვიძო. ნებისმიერი კანონები რაც რუსული სტილის არის, ნებისმიერი ეს რიტორიკა თუნდაც ეგ არის ჩელიაბინსკი რომ შენ საქართველოში გითენებენ რუსულ დილას. და იგივე იუნკერების საფლავზე რომ განცხადებას აკეთებენ, ხალხი დაიღუპა, არა მარტო იუნკერები, ხო იქ რეგულარული ჯარიც იბრძოდა მოხალისეებიც და მათ ხსოვნას რატომ და რანაირად თუ შენი აქცენტი არის მშვიდობაზე და ესა გადარჩენაზე ომისგან ამ სახით, იუნკერები იყო საპირისპირო მაგალითი. და დღეს შალვა პაპუაშვილმა ზუსტად იუნკერების მემორიალთან გააკრიტიკა ევროკავშირის ელჩი, აი არ ვიცი, ვერ ვხსნი ისეთი ფრაზეოლოგიით და რუსეთი არ უხსენებია საერთოდ.
ესე იგი ისინი დაიღუპნენ, ოღონდ ვის დამზოლაში დაიღუპნენ, ეს არ ჩანს, ხომ, რომ რუსეთთან. ძალიან უჭირს ხოლმე საოკუპაციო ხასთანაც არ არის ნამყოფი ეგრეთ წოდებული პრემიერი. რატომ უნდა მივიდეო ასეთი კითხვა დაგვისვა? შემდგომ როდესაც არალეგიტიმურმა პარლამენტმა აირჩია ის პრემიერა, თქვა რომ ეხლა უკვე მეკუთვნის და შეიძლება ვიხილოთ კიდეც არ ვარ დარწმუნებული. სხვათა შორის მე და ელისომ მკითხეთ რომ მოვიდეს ირაკლი კობახიძე, რას უპასუხებდით მოქალაქეებს, ეს ეპიზოდი ჩვენს ეთერში ვერ მოხდა, იმიტომ რომ ცენზურას ვერ გაუძლო და ყველას ერთი პასუხი ჰქონდა. სულ მინდა ამ მიმართულებითაც საზოგადოებას მათ შორის შეიძლება ქართული ოცნების აი ამ დავალებების შემსრულებლები გვისმენდნენ და ხანდახან გვისმენენ ხოლმე ინტერესით, რას ეუბნებით, როდესაც გვაქვს მაგალითი, როგორ მოინელა სისტემამ შემსრულებლები, მათ შორის აი 25 თებერვლის შემდეგაც ბოლშევიკებმა რა უქნეს შემდგომ შემსრულებლებს იმ სისხლიანი დავალების. აი რა დაგვაიმედეთ რომ ამათაც იგივე ეპედიელით ვუთხრათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ემსახურება რუსულ დავალებებს. ეგელით ნამდვილად იმიტომ რომ რეჟიმები არ პატიობენ საკუთარ მსახურებსაც. არ პატიობენ მათ იმ შესტომებსაც დაუშვეს, თუნდაც რაღაცა გადაცდომებს და სტალინი რატო ხოცავდა იმ ადამიანებს, რომ ბევრი აიღეს თავის თავზე, ბევრი გააკეთეს. ნებისმიერ ხო ფრანგებმა თქვეს ჯერ კიდევ რომ რევოლუცია ჭამს საკუთარ შვილებს და ასე ხდება. 21-ში ვინც შემოიყვანა შულავერის კომიტეტი, უმეტესობა იქიდან დახვრიტეს, ვიღაცამ თავი მოიკლა დაასრო. სერგო ორჯონიკიძემ თავი მოიკლა, იმიტომ რომ დახრეტა ელოდა და კარგად იცოდა. ფილიპე მახარაძე საპატიეს, იმიტომ რომ 80 იყო გადაცილებული და სტალინმა გორახელაშვილს არ აპატიეს. არა, ბუდუმდივანის ოჯახი, ასე რომ ასეთი ტიპის რეჟიმები, იგივე პუტინი როგორც იქცევა ხომ, პანტაპუნდით ცვივა, მისი ახლო წრე, ზოგი ფანჯით ნახდება, ზოგი თავს იკლავს, რასაკვირველია. ზოგის თვითმფრინავი ფეთქდება. ზოგის თვითმფრინავი ფეთქდება, ასე რომ ამ ხალხისთვის არ ვიცი რა უნდა ქნან. გაასწრონ სადმე დაიმალონ, მაგრამ მიაკითხო თავს. ყოველ შემთხვევაში უნდა ახსოვდეთ ისტორიის ფრაგმენტი. რომ გაიმარჯვონ მაინც იგივე ბედიელით და თუ დამარცხდებიან ხო მით უმეტესენით და ეს მათი არჩევანია, თვითონ აირჩიეს ეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი ეს აქციები დადის მაინც ინდივიდებამდე. ჩვენ პირველ რიგში საკუთარ თავს ვამხნევებთ და კი არ უყურებთ რომ აი რამდენი ადამიანი გამოდის, იქ 10,000-ია თუ 20,000-ია, ყველა უნდა მიუდგეს როგორც მე რას ვაკეთებ იმ კონკრეტულ მომენტში და ასეთი მაგალითებია მთავარი რომ სოფელში განსაკუთრებით მოშორებით თბილისში ადვილია ხო თანამოაზრეების პოვნაც და მარტო ვერ დადგები რომ წკინოდეს გამო ხალხი და შორს რომ ერთი ადამიანია სხვა მუნიციპალიტეტებში არის თითო 2-3 განან და ეს უფრო მთავარია. გრძნობ რომ მთელი საქართველოა ჩართული და თუნდაც ის ერთი ადამიანია ჩვენებს რომ ის კუთხეც ცოცხალია და იქაურებსაც ხო მაგალითს აძლევს და თან იქ მე ფიქრობენ რომ რატო დგას ამდენი ხანი ერთი დღე ორი დღე ხო ყველას გონია რომ აი გავა ორი დღე სამი დღე და დამთავრდება მთავრობას სამის იმედი ქონდა გადავაგორებთ გავა 10 დღე დაიღლებიან არ უნდა დავიღალოთ ხო ივანიშვილმა წინასაარჩევნო ზუსტად ეს თქვა რომ უკვე დავღალე გამოვფიტავ დაუღლი და ზუსტად დაესეთ ხალხი რომ მე შენ ფიქრობ რომ მე აქ თბილისში რომ ვარ და ასაგვანი ადამიანები იქ ბოლომდე აკეთებენ მე რაღაც უნდა გამაჩეროს მოტივაცია ედვარი ნამდვილად მოტივაცია ძალიან დიდი ხო მოდით რეალობას თვალი გავუსწოროთ ასევე იყო მეორე მხარე რომელსაც ჩვენ უკვე გადაცემის მეორე ნაწილში ასევე ვაჩვენებთ მაყურებელს იქ განწყობები არ არის მაინც ერთმნიშვნელოვანი და ერთფეროვანი ჩვენ დასაკარგი ერთმანეთი ამ ქვეყანაში არ გვყავს, ამიტომ ყველასთან ალბათ სამუშაოა, ყველასთან სასაუბროა, ჩვენი სიმართლე იმ ადამიანების, ვისაც სჯერა რომ საქართველო აღარ გარუსდება, ეს ალბათ მისატანია ადგილებზე, ხო? თუმცა არ მუშაობს ყველასთან, ხო, ვისაუბრეთ ჩვენ ისეთ ქართველებზე, რომლებიც რუსეთის ჯარით შემოვიდნენ და ებრძოლდნენ ქართველებს. ასეთი მაგალითი მეც ერთ მაგალითს ვიტყვი. მე-19 საუკუნეში 1812 წელს იყო კახეთის აჯანყება. ერეკნა მეორე სიძე ვახტანგ ორბელიანი. იყო უკვე მაგ დროისთვის რუსეთის გენერალი. ბატალიონის მეთაური და კახეთის აჯანყებას ახშობდა. აი როგორი დასალაგებელია ერეკნა მეორე სიძე და რუსეთის ჯარით ახშობდა კახეთის აჯანყებას, ქართველების აჯანყებას. დაიღუპა იმ ბრძოლაში. მოკლეს კახეთმა და ალექსანდრე ჭავჭავაძე ადიუტანტი იყო, ეგეც ებრძოდა აჯანყებულ კახეთს. შემდეგ რუსეთის გენერალი, რომანტიკოსი პოეტი, აი როგორ შეიძლება ეს ახსნა, გაიაზრო ერეკნა მეორე სიძე, ქართველი მეფის სიძე, კახეთის იმ ქართველების აჯანყებას
ეგ არ იყო არც ბოლშევიკების შემოტანილი, მანამდეც ვინც კი ყოფილა დამპყრობელი, ყოველთვის ის მოქმედებდა ქართველების ხელით. და იმ ნაწილში გამჯდარია ეთყობა, რომ რაღაცნაირად იმათ როგორ ვილაპარაკოთ არ ვიცი რა უნდა უთხრათ. სხვა შორის თქვენი კოლეგა საუბრობდა რუსთაველიდან ჩაგვერთო სწავლების აუცილებლობაზეც, სკოლაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს ძალიან დიდი თემაა და ჩვენ ამას აუცილებლად მომავალში დავუთმობთ დროს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი ვეშაგურიძე იყო ჩვენი სტუმარი ისტორიკოსი, სისტემის მოწინააღმდეგე, რომელიც დააკავა კიდეც ამ რეჟიმმა და ახლა რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ სხვა თემით დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. უბრალოდ კიდევ ერთხელ ამ თემის კონტექსტში შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით მიმართვიდან ერთ-ერთ ციტატას, რომელიც მას უცოტა ხნის წინ რუსთაველზე შეკრებილებს უთხრა: რუსული ოკუპაცია ერთხელ დამთავრდა და მეორედ არ უნდა შემოუშვათ. დაგიბრუნდებით სულ მალე. მზის სხივების ნაკლებობა, დღის უმეტესი ნაწილის დახურულ სივრცეში გატარება და არაბალანსირებული კვება, დ-ვიტამინის დეფიციტის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია. შედეგად იმუნიტეტის სუსტდება და მატულობს